ამისა და ძისა და სულისა წმინისა და ეს არის იოსებ ალავერდელის ნებისმიერი სიმამისა. სამი დასავლეთ მამების შორის იყო, ეს იყო მე-6 საუკუნეში ჩამოვიდნენ და მაგათი მოსვლით განმტკიცდა ბერული ცხოვრება საქართველოში და მართლმადიდებლობას იმ დროს საქართველო იმყოფებოდა ირანის ზეგავლენის ქვეშ. ირანის მონობის ქვეშ და ირანელები კიდევ იყვნენ ცეცხლ თავმომცემლები. სამგლები, ესე იგი მაგათი ერთი იყო ცეცხლი და ესეთი ქვეყნის მონობის ქვეშ ვიყავით და პასუხი რა არის? პასუხი არის აი ძველი არქმარის ებრაელთა ისტორია ის როგორც ებრაელები ვიწევდა ერთიშევდა მაგათ მონობას ასევე ცოდვებისა გამო იშვება ქვეყნის მონობა ამიტომ გამოიწვია ჩვენი პასეულობა რა უნდა იყოს სახარებაში თისნებებში და ღვთისნებები ჩვენთან მარტო ქრისტიანები ვასწავლობენ არა ცხოვრობენ მუსულმანების ებრაელების მაგრამ ეს ათმისნება საერთოა ყველა მოწმენესთვის და თუ თისგან შეწევნა გვინდა უნდა ვიცხოვროთ ღვთისნებით მაგრამ ახსენდება ელისე წინასწარმეტყველის სცენების დღე და რა იყო იმ დროს ელისეს დროს ელისემ თხოვა ღმერთს და 3 წელი და 6 თვე არ მოსულა წვიმა და წარმოიდგინდა ხარამდენი ხალხი ხდებოდა შიმშილობით და ღმერთი შეიწია მარტო ერთ ადამიანს რატო იმიტომ რომ რატო თხოვა ელისემ იმიტომ რომ ხან უდგა მეფე და ხალხი ებრაელებს უნდათ მარტო წინდაწერილი ღმერთს განუდგენ ღვთისმსახურებს განუდგენ და თხოვა და გარდა კერტაღამისემლები და კერბი კიდე რა არის მარტო ცეცხლი არ არის შენ ცხოვრებაში დააგვედი შენ სხვა არ ხარ კერტაღამისემელი თუ იმის ამყარებს ძლიერ ქვეყანაზე კერბია თუ ამ ფულზე დასავლეთის კერბია ყველაფერში რასაც ამყარებ იმას კერბია თუ მეტის გარდა მაგრამ ახლა ზოგი იტყვისო ხომ ჭირდება დახმარება პატარა ქვეყანება იჭირდება დახმარება მაგრამ ამ დახმარების გამო შენ გულში თუ იფიქრებ რომ თის ნების წინამდე წახვალ აი ქეთემანწამებულება იყო ახლახან ქეთემანწამებულ შეეძლო იფიქრა რომ გულში ვიქნებიო ქრისტიანიო და გარეგულად ვალადებ ღმერთს მაგრამ როგორც ახლა ზოგიერთი ვიფიქრობენ ესე იგი ფულის გამო ესე იგი ყველაფერზე მიდიან ყველაფერს ხესაწერენ ამ დროს ზოგი ქრისტიანია ზოგი მიყურებს გაკვირვებული ესე იგი არა თითქოს გონია რომ მე ევროკავშირი არ მინდა მე მინდა ევროკავშირი ტრადიციების დაცვით მე მინდა ევროკავშირი ღვთისმსახურების დაცვით რაც კარგია გადმოიღო და კარგი რა არის ევროკავშირში იქ ადამიანი დაცულია რატომ კარგიან ეგეთ ქართველები იმიტომ რომ აბადო გახდება რაღაც ესე იგი სახელმწიფო და ეს ადამიანის უფლებია დაცული მაგრამ შენ თუ მოწმე ხარ შენ იცი რომ რამ ესე იგი თუ გავხდებით კერტაღამისემლები როგორც დაიწვა სოდომი და გომორი როგორც მოხდა წარღვნა ასე იგი მთელი მსოფლიო მარტო საქართველო კი არა განადგურების იმას დგას რა ქვია ფიზიკური განადგურების და რატო იმიტომ რომ რაც სახარებაში წერია ესდება სრული განდგომა ღვთისგან ახმარტო საქართველოზე ხო არ არის რა კანონებს ღებულობენ და ეს ქვეყანაში გამიტორკაშეულია ბავშვი იყონოს და ხშირად მოყავს საბერძნეთის მაგალითი ქვეყანა სადაც ქვეშია თენს და ასეთ ქვეყანას დააგონების კაცი ხოციება და შე რო გაკვირვებული მიყურებ რო გეცინება თან ესე იგი რატომ უნდა ჩაიწეროს ხალი კაცი ეგ რა იქა საბერძნეთი იმიტომ უნდა ჩაიწეროს რომ შენი შვილი და შვილიშვილი დასული იყოს იმისგან რა საზრდოობა ხდება დასავლეთში როცა ბავშვებს ასწავლიან იფიქრონ იმაზე ვინ უნდა იყოს ბიჭი თუ გოგო ეს ხო საზრდოობა ეს ხო საშინელება დაგვიფაროს მე თუ ამისაგან ცოდვა ყოველთვის იყო მაგრამ რას გვესწავლის სახარება ცოდვა უნდა გძუდეს ადამიანი უნდა გვიყვარდეს მაგრამ ჩვენი სიყვარული განსხვავდება ლიბერალების სიყვარულისა არასწორი ორიენტაციების მიმართ იმიტომ რომ მაგათი სულ თავდება რითი ქორწინებით გასგასზე ხარისხაზე და ეს კიდევ ერთი თავდება რომ მათ უფლება აქვთ რომ ბავშვი აიყვანონ იმ ბავშვმა დაეშავა ხო იღება მაგის იმ ბავშვის უფლებები და ჩვენი სიყვარული კიდე რა არის მე მიყვარს ვისაც ტუბერკულოზი აქვს ვისაც სპიდი აქვს ვისაც უგუნებელი სენი აქვს ვისაც ჭრექი აქვს
მაგრამ ჩემი სულ გამოხედება იმაში რომ ჭრექიანს უთხრა რომ ესე იგი შენ ჭრექი გაქვს სიმსივნიანს უთხრა რომ შენ შეიძლება გარდაიცვალო ზოგი მერქიმა შეიძლება ჭირსოფამა დავამალოს ადამიანს შეეშინდებაო და უნდა უთხრას და ასევე ჩვენი ფასეულობა თუ ღვთისგან შეწევნა გვინდა და ხშირად მასენდება ივანე დამასკელის მაგალითი რომ ადამიანს რომელსაც მარჯვენა კვლანი მთლიანად ჰქონდა მოჭრილი გაუმხიანდა ხმეზე სასუებით თვიშობისადმი ვედრებით და ჩვენს ღმერთმა მოგცეს ის წვენა რაც ჰქონდა ჩვენ წინაპრებს ეს 100,000 მოწამე იყო 600,000 მოწამე იყო თუ იესოებალავრედი არ იყო ქართველი და ღმერთმა ეს 13 ასული მამა საქართველოს შადო გამოუშვა იმიტომ რომ ხედავდა რომ ესე იგი ქართველებისგან იყო ღვთისგან განდგომა ზოგი ცესტამენტისმელი ხდებოდა იმიტომ ასევე წმინდა ინო რატო გამოუშვა ღმერთმა ჩვენთან იმიტომ რომ ვიყავით კერპთაღმანისმლები და ახაც რამდენია კერპთაღმანისმელი იმიტომ რომ და შენ სხვა ახლა მათ შორის იფიქრე იმაზე რომ აი შენ ცხოვრებაში ჩასვენებაზე რომ მოყავს შეიძლება მაგალითი რატომ მოყავს საფუძს რო ვიღებ მაგალითად აი ხიდან ჩანს შენ ვისი შვილი ხარ დროის მოდის თუ ღმერთის დროის და მოდის რატო აკეთებ აბორტს და სტატისტიკით ძალიან ესე იგი საქართველოში არის ეს საკითხი ერთ-ერთი პირველად აბორტი თესობლიოში ესე იგი ვიზი ამყარები მეც შენ გონებაზე შენ პრაქტიკაზე აი ფიქრობ რომ ეს ვერა ჩემი ორი გუნდა აჩინო მაგრამ რო შეიძლება მკვლობის ხარჯი იყო კარგად ვნახო ღმერთის ხელშია ეთერტუება ღმერთის ხელშია ღმერთმა მოგცეს მეტი წვენა იმას ქვია ცოცხალი წვენა ჩვენთან არის ღმერთი